ცისტიტის შესახებ ვისაუბრებთ. ცისტიტი არის შარდის ბუშტის ანთება. შარდის ბუშტის ანთება ძალიან ხშირია, განსაკუთრებით ქალებში, ყოველ მეორე ქალს ემართება შარდის ბუშტის ანთება. ქრონიკულად თუ ვიტყვით, დაახლოებით 20-30% ქალებისას დრო ემართება შარდის ბუშტის ანთება. ამ შემთხვევაში ქრონიკულად არ გულისხმობ, რომ რაღაც თვეების განმავლობაში და წლების განმავლობაში მუდმივად აწყვეს, უბრალოდ დრო ემართება ისევ ცისტიტი. ცისტიტისთვის მთავარი მახასიათებელი ნიშნებია, რომ ადამიანს ერთბაშად მოუნდება, რომ მოშარდოს და იმდენად ძლიერი შარდვის შეგრძნება აქვს, რომ თავს ვერ შეიკავებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება როცა მოშარდავს რეალურად ძალიან მცირე რაოდენობით იყოს ეს წვის და ტკივილის შეგრძნება შარდის დროს. შარდი შეიძლება იყოს სისხლიანი, შეიძლება არც იყოს, მაგრამ ან თუ სისხლიანია, ეგეც ცისტიტის ნიშანია და გასაკვირი არა. შარდი შეიძლება იყოს ქაფიანი ან სუნიანი, ეგეც ცისტიტის ნიშანია. ბოქვენის მიდამოში, ანუ ქვევით ტკივილის შეგრძნება კონდეს, უსიამოვნო, როგორც მინიმუმ, როგორც წესი სიცხე არა აქვს, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება დაბალი სიცხე 37 და ესე კონდეს ადამიანს, მაგრამ თუ კი სიცხე აქვს, უფრო სხვა რამეზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია გავრცელებულია უფრო მაღლაც და მარტო ცისტიტი არ არის აქ. არ უნდა ტკიოდეს ადამიანს წელი ზევით არ უნდა ტკიოდეს, სადაც თირკმელები არის დაახლოებით უკან ჩვენ წელს რო შეხედო ადამიანმა და სადაც ნეკნები მთავრდება, ეგ ხაზი რო გაავლო, აი მანდ არ უნდა ტკიოდეს ადამიანს, თუ მან ტკივა, ეგ პიელონეფრიტის ნიშანია. ცისტიტი ძირითადად იწყება ერთბაშად, ძირითადად გამოწვეულია ბაქტერიით, უმეტესად ეშერიხია კოლითი, სხვა ბაქტერიებით შესაძლებელია, მაგრამ თითქმის 90%-ში ეშერიხია კოლია. შეიძლება მაგალითად სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა გამოიწვიონ ურეთრიტი და ცისტიტის მსგავსი სიმპტომები, მაგრამ ცისტიტზე როცა საუბარი უმეტესად არის ეშერიხია კოლი. ეშერიხია კოლი ისედაც ცხოვრობს ჩვენს ორგანიზმში, ანუ არ მოდის არსაიდან, შესაბამისად ცისტიტის სქესობრივი გზით გამდები ინფექცია არ არის, თუმცა სქესობრივ აქტივობასთან ასოცირებულია. რატო? იმიტომ რომ ანუსიდან ხვდება ადვილად მაგ დროს ეს ეშერიხია კოლი ბაქტერია. მიუხედავად იმისა, რომ მოკლედ სქესობრივად გამდები არ არის, სქესობრივი აქტივობასთან მაინც ასოცირებულია ცისტიტი ხშირ შემთხვევაში, თუმცა არა მარტო ბავშვებშიც ვითარდება და ნებისმიერ სხვა ადამიანში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ქალებში უფრო ადვილია ცისტიტის განვითარება, რადგან მოკლე შარდსადენი აქვთ ქალებს და უფრო ადვილად ადის ბაქტერია შარდის ბუშტში. შესაბამისად, ცისტიტი უმეტესად ქალების პრობლემაა, თუმცა კაცებში შეიძლება განვითარდეს. ცისტიტის დიაგნოსტირება ხდება ძირითადად სიმპტომების გარდა ტესტი არსებობს შარდის ანალიზით, სადაც შეიძლება ნიტრიტების პოვნა, რომელიც ეშერიხია კოლის არსებობაზე მიუთითებს, ლეიკოციტების პოვნა, რომელიც მიუთითებს, რომ ბაქტერიული ანთება, სისხლი, რომელიც ასევე გვეუბნება, რომ ცისტიტია. და შარდის კულტურა შესაძლებელია, თუ გვინდა რომ ზუსტად ანტიბიოტიკი განსაზღვროთ, რომელი ანტიბიოტიკით ვუმკურნალოთ, ანუ სიზუსტისთვის, თუმცა უმეტესად არ არის ხოლმე საჭირო და გამოცდილი ექიმი მიხვდება სიმპტომებით და ნიშნებით, ძირითადად როგორ ეს ცისტიტი არის თუ არა. რაც შეეხება რა უწყობს ხელს უწყობს ქალი, სქესი ქალი, იმიტომ რომ ქალებში უფრო ხშირია დიაბეტი, იმუნური სისტემის შესუსტება, ზოგიერთი ჰიგიენური პრაქტიკა, რომელიც სხვა საშუალებები ქალების ზოგიერთი, რომელიც ხელს უწყობს ამ ბაქტერიების გადაადგილებას, მათ შორის არასწორი დაბანვა ან გაწმენდა, ანუ გაწმენდა უნდა მოხდეს ყოველთვის წინიდან უკან და არა უკან წინ, რომ ის ბაქტერიები, ანუსის ბაქტერიები არ გადმოვიდეს საშოში, ასეთ შემთხვევაში ძალიან ადვილად ვითარდება ცისტიტი. რაც შეეხება ცისტიტის მკურნალობას და გართულებებს, ცისტიტი უმეტესად არ რთულდება არაფრით, უმეტეს შემთხვევაში, თუმცა შესაძლებელია პიელონეფრიტით გართულდეს. პიელონეფრიტია თირკმელის ინფექცია საკმაოდ სერიოზულია, შეიძლება დააზიანოს თირკმელი საბოლოო ჯამში და
შეიძლება მე ქრონიკულიც ყოველ შემთხვევაში ადვილად დამართვადი და ძნელად აღმოსაფრთხელი გახდეს. ცისტიტი არ არის ძალიან ადვილი სამკურნალო ზოგიერთ შემთხვევაში, უпростоრად სამკურნალო მომენტალურად არის, მაგრამ მე ბრუნდება ხოლმე ბევრ შემთხვევაში, რადგან ესე შერიხია კოლი შარდის ბუშში წარმოქმნის ბიოფილმს, ბიოფილმი ქვია ბაქტერიების გროვას და ეს გროვა ისე კავშირდებიან ერთად, რომ დაცული არიან ანტიბიოტიკებისგან, ანუ ანტიბაქტერიულ მკურნალობას კი ატარებ, მაგრამ ამ ბიოფილმს ვერაფერს ვერ უშლება, მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთეულ ბაქტერიებს და ბევრს მათ შორის ხოცავს ეს ანტიბიოტიკები, მაინც ბიოფილმის ბაქტერიები გადარჩება, მე ისინი მრავლდებიან ახლიდან და ასე ბრუნდება. ამიტომ ეგ პრობლემაა. რაც შეეხება მკურნალობას, მკურნალობა ანტიბიოტიკებით ხდება, ანტიბიოტიკებით მოკლედ 90% შემთხვევაში და მეტში ადვილად განკურნებადია ცისტიტი, თუ სწორად გამოიყენებ ანტიბიოტიკებს, თუმცა რა თქმა უნდა, როგორც თქვი, დაბრუნების ალბათობა მაინც დიდია. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანტიბიოტიკი ნიტროფურანტოინია, ნიტროფურანტოინი განში ორივენაირად იძებნება. იაფიღირს და მაღალ ეფექტურია. დაახლოებით 90%-იანი ეფექტურობა აქვს. გამოიყენება 5-7 დღის განმავლობაში, ძირითადად მიიღება ხოლმე 2-ჯერ დღეში და 5-7 დღეში ეფექტურობა აქვს ძალიან მაღალი. მეორე პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ცისტიტის სამკურნალოდ, ნიტროფურანტოინი არის ძალიან მაღალ ეფექტური და თან ძალიან იაფი, ამიტომ როგორც წესი არ არის ხოლმე მიზეზი რა არ უნდა გამოიყენო, თუმცა ზოგ შემთხვევაში იყენებენ ტრიმეტოპრიმ სულფამეტოქსაზოლს, ეგეც ანტიბიოტიკებია, ეგ ანტიბიოტიკები დაახლოებით 3 დღის განმავლობაში გამოიყენება ხოლმე, რომელიც ასევე ძალიან მაღალ ეფექტურია, 70-90%-იანი ეფექტურობა აქვს მაგასაც. მესამე, რასაც იყენებენ, არის ფოსფომიცინი. ფოსფომიცინს იყენებენ არის ხოლმე ძირითადად საშეტი, რომელსაც წყალში გახსნი და დალევს ადამიანი, და ერთი დალევა ყოფნის. ოღონდ ეფექტურობა უფრო დაბალია ვიდრე სხვებს, დაახლოებით 70%-იანი ეფექტურობა აქვს. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება დიდი ხნის განმავლობაში მიღება, მაგალითად ანტიბიოტიკების, მაგალითად ნიტროფურანტოინის, შეიძლება 6 თვის განმავლობაში მიღება ყოველ საღამოს, მაგალითად, ამ შემთხვევაში უფრო დაბალი 50 მილიგრამი ან 100 მილიგრამი ერთხელ დღეში, თუ კი ადამიანს ქრონიკული პრობლემა ან ძალიან ხშირად ემართება. ასევე cranberry არის ინგლისურად და ქართულად არის შტოში, რამდენიც ვიცი. თუ სწორად არ ვამბობ, შემისწორეთ ქართულად როგორცა, მოკლედ წითელი პატარა ისინია, რა ქვია, მცენარეა, კენკროვანი და ეგ მიიჩნევა კიდე ეფექტურად განსაკუთრებით პრევენციისთვის, განსაკუთრებით ვინც მიდრეკილია ცისტიტისკენ, მან რომ მიიღოს მისი წვენი ან ექსტრაქტი 500 მილიგრამი დღის განმავლობაში და ხელს უშლის ამ ეშერიხიან კოლის წარმოქმნას და ბიოფილმების წარმოქმნას და მკურნალობის მერე პროფილაქტიკისთვის მოკლედ კარგი საშუალება. ასევე დიმანოზა, ეგეთი ის არის შაქარია, რომელიც ეს მანოზაც ერთ-ერთი ეფექტურია, განსაკუთრებით ვისაც პრევენცია უნდა, პრევენციისთვის და ეგეც დღის განმავლობაში სადაც 1-2 გრამი მიიღება ხოლმე და ეგ მიიღება ასევე განსაკუთრებით სქესობრივი აქტივობის მერე, რომ ვისაც ხშირად ემართება, თუ სქესობრივი აქტივობასთან არის ასოცირებული, მაგ დროს როცა ემართებათ ხოლმე ცისტიტი. ხო, კიდე რა არის მნიშვნელოვანი, რამდენიმე რამის განათვალისწინება, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ცისტიტის თავიდან ასარებად არის, რომ ანუ ყოველი სქესობრივი აქტივობის მერე ადამიანმა მოშარდოს მალევე, რაც შეიძლება მალევე, ჩამორეცხავს მოკლედ ბაქტერიებს ისე, რომ არ მისცემს საშუალებას, რომ შარდის ბუშტისკენ წავიდნენ და ეგ ერთ-ერთი გამოსავალია. საკმარის რაოდენობით წყლის დალევა ასევე მნიშვნელოვანია და პრობიოტიკებში იგულისხმება ლაქტობაცილები. პრობიოტიკებზე მაინც ვაგინალური სანთლები არა, ეგეც შესაძლებელია, მაგრამ შეიძლება დასალევი პრობიოტიკები ან უბრალოდ მაწვანე ჭამას ადამიანმა მაწვანე და იოგურტი, ეგეც ჯამურად ეხმარება ნაწლავურ ფლორას და ეხმარება იმაში, რომ ან დომინანტური შტამი არ იყოს ეს ეშერიხია კოლი და ლაქტობაცილები დომინირებდეს, რაც იცავს მერე საშოსაც, იცავს შარსადენსაც და შარდის ბუშტსაც.
ხო და რა თქმა უნდა ისეთი პროდუქტები უნდა აირჩიოს ადამიანმა რაც გაღიზიანებას იწვევს და ასევე გაწმენდა წინდან უკან ანუ გოგონებს უნდა ასწავლონ მშობლებმა რომ არ შეეჩვირონ ან პირიქით გაწმენდას რადგან რისკის მატარებელია აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა მადლობა რომ მისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ლაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ მადლობა ინტერესისთვის